ქართული ოცნების ინიციატივით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. ირაკლი კირცხალიან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ცვლილებების თანახმად სანქციების სისტემა უფრო დიფერენცირებული და პროპორციული გახდება. 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით. 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობით ჯარიმა. 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას. ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია 300 ლარის ოდენობით. გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ნორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას.